საღამო მშვიდობის ყველას. აბა როგორ ხართ მეგობრებო? მოგესალმებით ყველას. როგორ ხართ? დღეს აი რაღაცნაირად ესე შემოვიჭერი თქვენთან ამ ფონით. აბა როგორ გიკითხავთ? იმედია თქვენ კარგად ჩაიარა თქვენთან. სანთელს ავანტებ მეგობრებო. აი ესე. აბა როგორ ხართ? რა შვებით? რა გაქვთ ახალი და კარგი? მეგობრებო, ყველაფერი მაინტერესებს, ოღონდ კარგი. ცუდი ამბების მოყოლა ჩემთან არ არის, იმიტომ რომ მე ძალიან ნერვიულობ. კარგი ამბები შეგიძლიათ გამიმხილოთ. საღამო მშვიდობის ყველას, ჯგუფის წევრებო, მეგობრებო. ჩემო კარგებო, გაიხარეთ. მოკლედ დღეს ჩემს აი ესეთ სტეკლო ხო? თუ რა ქვია? რა დავარქვა? სტეკლო დავარქვა თუ ნუ რა დავარქვა, არ ვიცი. მეგობრებო, აი ესე მოვედი თქვენთან. ამოყირავებული ეკრანით. მეც ლამის დავდო თავი და ისე გავაგრძელო ეს ყველაფერი. როგორ ხართ მეგობრებო? საღამო მშვიდობის, მოგესალმებით ყველას. უღრმესი მადლობა ყველას, გაიხარეთ მოკითხვისთვის მეგობრებო. ეხლა ამის დრო არ მაქვს. ოჯახის წევრები მირეკავენ. ოჯახის წევრები მირეკავენ მეგობრებო. მოსალოცად მირეკავენ მეგობრებო. ხო, მაგრამ ეხლა მე თქვენთან ვარ და როგორ გავთიშავ, აბა? აი ესე. აბა რა ხდება ჩემო კარგებო? დღეს რაზე გვაქვს გაშლა? პირადი გაშლა რაზე გვაქვს? რაზე გვაქვს დღეს პირადი გაშლა? თქვენთან ერთად ესე კარტებს მოვამზადებ. და ნახოთ აბა რას გვეტყვის. დღევანდელი ჩვენი საჯარო თემა რა იქნება? ეხლა იქეთ როგორ გავიდეთ, თორემ დაწერილი მაქვს მეგობრებო სათაური. დღეს რაზე უნდა ვისაუბროთ? სავარაუდოდ არ ვიცი. ზეპირად არ ვიცი მეგობრებო. ჩემო კარგებო, კითხვაზე პასუხები არ მაქვს. მხოლოდ ჩვეულებრივი ლაივი მაქვს, ასე რომ მომიტევეთ, მაპატიეთ თუ კი ესე იმედს გიცრუებთ ამ მხრივ. მაგრამ რა ვქნა? ეხლა მე მინდა ამოვიკითხო თქვენი ენერგიები, თქვენი ფსიქოლოგიური სიტუაცია მეგობრებო, რა ხდება თქვენთან? განთავისუფლება გინდათ რაღაციდან, გაშვებად გინდათ ადამიანის, ამოსუნთქვა გინდათ, აი ამ კოლბიდან, ამ ბანკიდან, ამ გალიიდან, ამ ოთახიდან, ამ დაბორკილობიდან გინდათ წასვლა მეგობრებო. აი თქვენი სიტუაცია, ამ ყველაფრიდან წასვლა გინდათ და გინდათ რომ ეს ადამიანი გაუშვათ. და თქვენ წახვიდეთ შორს ამ ყველაფრიდან.
ხო, აი როგორ შეპყრობილები ხართ. აი როგორ შეპყრობილები ხართ მეგობრებო. ძალიან შეპყრობილები ხართ, ხელფეხ შეკრული ხართ. გინდათ რომ მოუხადოთ ბოდიში ყველაფრისთვის, თუნდაც ამ ადამიანს, იმისთვის რომ გიყვარდათ, თუნდაც საკუთარ თავს რომ გიყვართ, რომ ამდენი გული ატკინეთ, რომ ამდენი ტკივილის ატანის უფლება მიეცით საკუთარ თავს. აი ვინ ხართ ესე მეგობრებო? ხო, აი ესე ხართ. კი მორგანა, კითხვაზე პასუხია კი. კითხვაზე პასუხია კი. ხო, აი მე მეგობრებო, წასვლა გინდათ იმედით, რწმენით, აი თავდაჯერებულობით, აი რომ საკუთარ თავს დაუმტკიცოთ ის, რომ თქვენ ეს შეძელით. მიუხედავად იმისა, რომ გულით დიდი სიყვარული გაქვთ, მაინც შეძლებთ მეგობრებო, თქვენ ყველაფერს შეძლებთ, კი. თქვენ ძალიან ბევრი რამე შეგიძლიათ. კი. კიდევ ძალიან დამწუხრებულები ხართ. თუმცა თქვენ შორის იყო რაღაც აი ეს ნაპერწკალი და აი ესეთი ურთიერთობა იყო, კი მეგობრებო, მაგრამ ნუ რა ვქნათ. ნუ რა ვქნათ, ხო. ამავე დროს ძალიან დიდი გულის ტკივილი გაქვთ, გულგატეხილები ხართ, გული გაქვთ ძალიან დამძიმებული მეგობრებო. გაიხარე მორგანა, უღმესი მადლობა. კიდევ, კი, ძალიან დიდი ტკივილი გაქვთ. ეს არის თქვენში ზურგიდან დანის ჩარტყმა, ეს არის თქვენთვის ძალიან დიდი ღალატი, ეს არის თქვენთვის განგაში, რო იტყვიან, აი ისეთ დიდ ტკივილს გძნობთ ზურგიდან მეგობრებო. ზურგის ტკივილი. გაიხარეთ მეგობრებო, უღმესი მადლობა. ეს არის თქვენი წარსული ცხოვრებიდან რაღაც კარმული გაკვეთილი მეგობრებო, რაც უნდა გაგევლოთ თქვენ. კი და ეს ყველაფერი მოგიტანთ მოკლედ პერსპექტივაში ძალიან დიდ სინათლეს, მზეს. აი მოკლედ ეს ყველაფერი თქვენ მოგცემთ ახლა იმის გააზრებას, რომ თქვენ გეცოდინებათ სამომავლოდ თქვენი გეგმები, თქვენ უკვე იცით რა ცხოვრება გინდათ, როგორი ცხოვრება გინდათ, როგორი პარტნიორი გინდათ, ზოგადად რა გინდათ ცხოვრებაში და მოკლედ ეს ყველაფერი ძალიან დიდ აზრს მოგცემთ და ცხოვრების გაგრძელებას მეგობრებო. კი, აი ესეთია თქვენი ახასიათება და ფსიქოლოგიური სიტუაცია ამ ჩვენს ტარო არ არის ეს, ამ ჩვენს დასტიდან მეგობრებო, რომელიც არის აი ესეთი სკრიტიე სეკრეტი სერცა, კი, ეს არის რჩევის კარტი, რომელმაც ესეთი სიტუაცია მოუწა. და მეგობრებო, კარტი გეუბნებათ, რომ თუ კი თქვენ ცხოვრებაში ახლა არის რაც აქ ვთქვი მე, იცოდეთ, რომ თქვენ მომავალში ძალიან პერსპექტივაში, უახლოეს მომავალში, მეგობრებო, ძალიან კარგი სიტუაცია გელით, თქვენ გელით უკვე გააზრებული და გაცნობიერებული ცხოვრება, თქვენ გეცოდინებათ ვის რა გინდათ, როგორი პარტნიორი გინდათ, როგორი ოჯახი გინდათ, ზოგადად როგორი სამუშაო გინდათ და როგორი რა გინდათ და ეს ყველაფერი ძალიან დიდ მოკლედ წარმატებამდე მიგიყვანთ. ასე რომ კი, აი ნახეთ, ეს მიგიყვანთ ძალიან დიდ სიყვარულამდე. კიდევ ქვემოდან არის ესეთი კარტი, ასე რომ გული არ გაიტეხოთ, ყველაფერი კარგად იქნება, ჩემო ძვირფასებო, მივენდოთ სამყაროს და უფალს, ამიტომ კი, თუ კი ემთხვევა ეს ყველაფერი თქვენს სიტუაციას და ვიბრაციებს, გავაგრძელოთ ყურება. უღრმესი მადლობა მორგანა, გაიხარე. უღრმესი მადლობა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. აი მოდი ახლა ვნახოთ რაზე იქნება ჩვენი დღევანდელი საჯარო ლაივი რაზე იქნება, ახლა გავარკვიოთ. გაიხარე ნათიკო, უღმესი მადლობა.
ყველაფერი კარგი გქონოდეთ თქვენც ასევე მეგობრებო, ღმერთი მადლობა ყველას. მეგობრებო, არ მაქვს კითხვაზე პასუხი, რა გავაკეთო, აღარ ვიცი. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი ლაივი რა შეეხება? თქვენს დიდ სურვილს, აი ეს წეღან ამოვიდა ჩემო ძირფასება. მოდი ახლა ვნახოთ, რისი სურვილი გაქვთ. რა არის ის, რაც თქვენი სურვილი უნდა ასრულდეს? ვის რა სურვილი აგისრულდებათ? მოდი მეგობრებოთ, დღევანდელი ჩვენი საჯარო ლაივი იყოს და არის სურვილები. აბა რა სურვილები შემოდის თქვენ ცხოვრებაში? ვის რა სურვილები უნდა აგიხდეთ? ვის რა გელით მეგობრებო? ვის რა სასიხარულო ამბავი გელით? ვის რა სასიხარულო ამბავი გელით? გაიხარეთ, უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა მეგობრებო ყველას, გაიხარეთ. კი მეგობრებო, აი რა სურვილები მოდის და ნახეთ. სილამაზე, სილაღე, სიყვარული, ბედნიერება, აი რაც ამასთან არის დაკავშირებული ყველაფერი მეგობრებო. კი, აი ყველაფერი თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, მამაკაცი, რომელიც აი რო იტყვიან მეგობრებო. აი მამაკაცური ენერგიით რო იქნება მეგობრებო დაჟილდოვებული. კი, აი ესეთი მეგობრებო. აი ესეთი. კიდევ ჩემო ძვირფასება. კიდევ რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? ის რაზეც ძალიან ნერვიულობდით, ის რაშიც ეჭვი გეპარებოდათ, ის რაც ძალიან გინდოდათ, ყველაზე ძალიან მეტად გინდოდათ, აი ძალიან დიდი სურვილი რა არის თქვენი მეგობრებო? საღამო მშვიდობის, აი ყველაზე ძალიან დიდი სურვილი რა არის თქვენი? აი ის ზუსტად. აი ის სურვილი ზუსტად მეგობრებო. აი ზუსტად ის. თქვენ ამ ყველაფერს არავის არ ეუბნებით, ამ თქვენს დიდ სურვილს არავის არ ეუბნებით. აი ესე გაქვთ პირი დამოწული, ნიღაბი გაკეთებული და არავის არ ეუბნებით. არც აჩვენებს თქვენს მომღიმარ სახეს, თქვენ ბედნიერ გამომეტყველებას და მიმიკას ამასთან დაკავშირებთ, არავის არ აჩვენებთ მეგობრებო. ძალიან კარგია რომ არავის არ აჩვენებთ. ხო, მეგობრებო, ის რაც ყველაზე მეტად გინდოდათ, ის რაზეც ყველაზე მეტად ოცნებობდით, თუ ნერვიულობდით, თუ განიცდიდით. კი, რაც ზედაპირული გეგონათ, აი სამყარო მეგობრებო და ბალანსი, ეს ყველაფერი თქვენთან მოდის. კი, აბა რა მეგობრებო. კი, ნამდვილად მოდის. კითხვაზე პასუხი არ მაქვს. აქ პირაც არ განვიხილავთ მეგობრებო. მე მაქვს ლაივი, პირდაპირ ლაივი საჯარო თემით. დღევანდელი ჩვენი საჯარო ლაივის თემა არის სურვილები, სურვილი. ის რაც ყველაზე მეტად გვინდა, აი ის სურვილები. კიდევ რა მეგობრებო. ხო, ანუ უყურეთ ახლა, ვისაც ძალიან დიდი სურვილი გააქვთ, რომ ამ ყველაფრიდან განთავისუფლდეთ. აი მეგობრებო, ზუსტად ეს კარტი ამოვიდა რაც წეღან. აი ამიდან განთავისუფლდებით, ამ ტკივილიდან განთავისუფლდებით, ამ მიჯაჭულობიდან განთავისუფლდებით. აი თავისუფლებას იგრძნობთ, სულიერ თავისუფლებას იგრძნობთ და გაერწმუნებთ 1000%-ით, რომ ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, თუ კი რამ შეიძლება ინატროს ადამიანმა. წლების უკან ვინატრე ეს მე. აი ზუსტად ეს ვინატრე. აი ეს სიტუაცია ვინატრე მეგობრებო. მეტი არაფერი, მხოლოდ ეს გაშვება, ეს გულის ტკივილი, შფოთვები, ღამის უძილობა, განთავისუფლება, აი ამ ყველაფრიდან ამოსუნთქვა მეგობრებო. ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ ინატრებთ, გარწმუნებთ, თუ კი ესე ხართ, აი ზუსტად, ესაა ყველაზე დიდი სურვილი და ნათვა. ეს მოგგურით ძალიან დიდ ბედნიერებას, გარწმუნებთ 1000%-ით. თქვენ თუ ამ სიტუაციიდან განთავისუფლდებით მეგობრებო, თქვენ ამ ყველაფრიდან ამოისუნთქებთ და იქნებით სულიერად თავისუფალი. აი ეს თხოვეთ უფალს კი. კი, და ამ ყველაფრიდან თქვენ თავისუფლდებით. მე ვიყავი ასე ზუსტად წლების უკან. ახსოვს ბოლოს,
აი სიმწრიდან როგორ სანთლით ხელში როგორ მომეკეცა მუხლები და ჩავიკეცე მეგობრებო და დავიჩოქე და უფალს როგორ აი როგორ გადმოგწეს ბღაოდი რასაც ქვია და უფალს ვეხვეწებოდი და ვთხოვდი რომ აი ეს გულის სატკივარი აღარ მქონოდა აი რომ ეს განთავისუფლებულიყავი ამ ყველაფრიდან ამ შფოთვებიდან ამ გულის ტკივილიდან ამ სტრესული ფონიდან აი გული მტკიოდა მეგობრებო უკვე ისეთ დღეში ვიყავი კი გული გაქვთ დამძიმებული და აი ამ ყველაფრიდან განთავისუფლდებით მეგობრებო კი აი ზუსტად სწორედ ამიდან განთავისუფლდებით ეს არის თქვენი დიდი სურვილი უკვე ვხედავ და ვიცი გრძნობ უკვე რაც არის ეს ამიტომ მეგობრებო თქვენ ამიდან განთავისუფლდებით ბევრ თქვენთაგანთან შეიძლება შეიცვალოს ურთიერთობა და აი ეს ტკივილები აღარ იყოს იქნებ გამოსწორდეს ბევრ თქვენთაგანთან ურთიერთობა ყოველ შემთხვევაში ამიდან თქვენ უკვე თავისუფალი იქნებით მეგობრებო არი ნერვიულობთ ჩემო ძვირფასებო უფალი და სამყარო არ მოგცემს იმ ტკივილს რომელსაც ვერ ავიტანთ გამორიცხულია მეგობრებო ამიტომ თუ კი ეხლა ესეთ სიტუაციაში ხართ ხო ესე იგი თქვენ ამის ატანა შეგიძლიათ და გადაიტანთ გადაიბლის ეს ყველაფერი არ ინერვიულობთ ხო თავარია არ ინერვიულობთ ეს ჩვენი თემა დავტოვოთ აქ ეხლა დავიწყოთ ეხლა სურვილები სურვილები მეგობრებო აბა რა არის ის სურვილი რა არის ხო არა ჯერ მოდი დავიწყოთ ეხლა როგორი ადამიანები მიყურებთ აი თქვენი ენერგიები მინდა ეხლა მე ხო აი მეგობრებო ძალიან ბევრი უსამართლობა იყო თქვენ ცხოვრებაში იქნებ ახლაც არის ეს შეიძლება შეეხებოდეს პარტნიორს ეს შეიძლება იყოს კიდევ ურთიერთობაში ბალანსია დარღვეული ხო და რაღაც ცუდისკენ შეიცვალა აქ არის манипуляციები ადამიანიდან კი ადამიანი ეგოისტი ადამიანი რომელიც რასაც იტყვის იმ სიტყვას არ გადავა მეგობრებო არაფრის დიდებით არ გადავა არ ვიცი სად არიან მოსწავლეები მეგობრებო არ ვიცი სად არიან მოსწავლეები საქართველოს დროით 12 საათზე ვიწყებ ყოველთვის ლაივს რატომ აგვიანებთ აბა ვის უნდა ორიანი პირადში ეხლა მეგობრებო დღევანდელ დღეს არ დავწერ ცუდ ნიშნებს ხო გპატიობთ დღევანდელ დღეს ჩემთან ერთად კი ხო თქვენი პარტნიორი რომელიც არის ეგოისტი რომელიც არის ჯინიანი და ჯილუტი მოდი ასე ვიტყვი ჯილეხიც მაპატიეთ მაგრამ ხო ჯილეხიც ადამიანი რომელიც ეხლა მეგობრებო თითქოს და აი ამ პოზიციაშია ენადამება ზის ესე თავისი ტრონზე და ელოდება რაღაცას მომგვარეთ ოქროს ხონჩა მომგვარეთ სიზმრები თან კარგი სიზმრებიო მეგობრებო ბოდიშით ჩვენ ბოდიშით ხა საქართველოს დროით 12-ზე მე ცოტა ადრე მოვედი მაგრამ მე მგონი არ მოვედი ადრე სწორად მოვედი ხა იმიტომ რომ ამ დროზე თავისუფლდები მეგობრებო საქართველოს დროით 12-ზე დრო რო გადაიწევს მე უფრო ცოტა გვიან მომიწევს პირველ საათზე სამწუხაროდ ნუ რა ვქნათ თავის კაცია ხო აბა რა თუმცა ძალიან ავტორიტეტულია თავის სფეროში თავის საზოგადოებაში სადაც იმყოფება ძალიან აქტიური და თავდადებულია კი ძალიან ისეთი ძლიერი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს ეს თავისი მანტია მოხვეული თავზე გვირგვინი ხო ცალი ხელი ესე თითქოს და დარტყმული აი ესე ხო და მეორე ხელში კიდევ თავისი კომბალით ნუ რა უკავი არ ვიცი ამ შემთხვევაში კომბლეს წარმოადგენს ეს ადამიანი მეგობრებო ხო აქ გაბუტულივითა კი ხო რაღაც განაწყენებულია ჩვენი პარტნიორი ბოდიში თქვა დავბლოკე ეხლა ნერვიულობს და აი ბოლთას წეს აი დარდი ხვალ რო დაღამდება და გადაივლის რამდენიმე დღე მეგობრებო მე ახსნი ბლოგს ინტერესის გამო მაინტერესებს რა სიზამს ხო აი ასე ესეთი ესე манипуляციები ვიცი მეც
მეც ვიცი მეგობრებო, თქვენ რა გონიათ? მე არ ვიცი? ხო. მეგობრებო, მე ვკითხულობ ეხლა თქვენს ენერგიებს. უყურეთ ეხლა. თქვენ ხართ გაბრაზებული ამ ადამიანზე. ამ ადამიანმა ძალიან ცუდად მოგექცათ. მოულოდნელი დანაკარგები გაქვთ ამ ადამიანიდან და თქვენს ენერგიებს ვკითხულობ ახლა, ხო. ეხლა ხართ ჩაკეტილები, არ იკარებთ, არ გინდათ როგორც მე, არ იკარებთ ამ ადამიანს, აღარ გაინტერესებთ თითქოს და მეგობრებო. ხო, უკვე თავს იკავებთ და უკვე აღარ გინდათ ნაბიჯების გადადგმა, არანაირი არაფერი მისკენ, უკვე ამ ურთიერთობის დამთავრებაც გინდათ, დასრულებაც გინდათ, მოგბეზრდათ უკვე ერთი და იგივე ყოველთვის, ერთი და იგივე წრეზე სიარული მოგბეზრდათ მეგობრებო. კი. ძალიან კიდევ ეს ენის მიტან მოტანები მეგობრებო კიდევ გამიშვით ამაკავეთ, მარტო ყოფნები მეგობრებო, ურთიერთობაში ყოფნა, მაგრამ მაინც მარტო ყოფნა, მეგობრებო, თქვენი პოზიცია. ხო, ამიტომ მეგობრებო აღარ გინდათ. არა. ეს დადგმული სცენები თქვენი პარტნიორიდან ზუსტად მეგობრებო. დედას გეფიცებით თუ კარტები ჩემს ცხოვრებას არ ასახავდეს. ხო, დადგმული ეს მისის რაღაც დადგმული არტისტული თამაში მეგობრებო. უპატიოსნო თამაში. სადაც თვითონ წერს და თვითონ კითხულობს და თვითონ თამაშობს. თავის სცენარს მეგობრებო თვითონ წერს და თვითონ თამაშობს. ხო. მეგობრებო. დაიღალეთ ამ ყველაფრიდან. ამ ფანტაზიებში ყოფნით მისგან დაიღალეთ. ამ უსამართლობით მისგან დაიღალეთ. ამ მესაკუთრეობით მისგან დაიღალეთ. ამ დაპირებებით და ჭკუის სწავლებით მისგან დაიღალეთ. დაიღალეთ მეგობრებო და გინდათ რომ პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე თქვენ თვითონ. თქვენი ცხოვრებით გინდათ იცხოვროთ. თქვენი ხვავით და ბარაქით, თქვენი სამუშაოთი, თქვენ თავთან ბალანსით, ამ ყველაფრის განოლებით, ამ ყველაფრის და მიუხედავად საკუთარ თავზე გინდათ გადაერთოთ მეგობრებო, არანაირი სიყვარული აღარ გინდათ. ამ ყველაფერს ეხლა არ გინდათ ერთია, მაგრამ მას აჩვენებთ რომ აღარ გინდათ მეგობრებო, თორემ როგორ აღარ გინდათ, მაგრამ მას აჩვენებთ რომ უკვე აღარ გინდათ. ისე ჩვენში დარჩეს და მართლა აღარ გინდათ მეგობრებო. ესეთი სიყვარული აღარ გინდათ მეგობრებო. ბევრი ფიქრობთ ეხლა სათოდ გინდათ? თუ არ გინდათ? ნახეთ მეგობრებო. საკუთარ თავს ეკამათებით ეხლა გინდათ თუ არ გინდათ ეს სამკუთხედები და უყურებთ ამ ყველაფერს შორიდან. რა სიყვარული, რის სიყვარული მეგობრებო, ტრანსფორმაცია გაქვთ გაქანებული ჩემო ძვირფასებო. ეხლა არაფერი აღარ გინდათ და აღარ მიკვირს, რატომ აღარ გინდათ? ხო და მეგობრებო, ეხლა თუ ეს სიტუაცია გაქვთ და ნამდვილად გაქვთ ეს სიტუაცია, გილოცავთ. გილოცავთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ტრანსფორმაციაში მეგობრებო. ესეთია ტრანსფორმაცია. რა გინდათ და რა არ გინდათ ვერ ხვდებით. ან გინდათ თუ არ გინდათ საერთოდ. გინდათ? ზოგჯერ გინდათ, ზოგჯერ არ გინდათ. გაორება გაქვთ მეგობრებო.